ფასტები გამზადებულია, მომავალი ერთი კვირის ენერგიები, რა ენერგიები შეიქმნებით მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. მოვლენა სამყაროსგან მომავალი ერთი კვირის განმავლობაში თქვენთვის დოკუმენტები, საბუთობრივი საკითხები მომავალი ერთი კვირის განმავლობაში როგორ გადაწყდება. სამსახური კარიერა მომავალი ერთი კვირის განმავლობაში რა მნიშვნელოვანი სიახლეები გელოდებათ. ფინანსებში მომავალი ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდებათ ფინანსებში. Dacă რჩევა მოდის. და პირადი სასიყვარულო ურთიერთობა როგორ გექნებათ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, რა მოხდება, ხო? რა მოხდება პირად სასიყვარულო ურთიერთობაში. გაიყავი აქ თუ დაგჭირდები, მე რა გვითხარი. აბა ვისი უნდა იყოს გაშლა. იმპერატრიცა. ქალი რომელიც შეიძლება შეყვარებულია. ქალი რომელსაც ყველაფერი აქვს, მათ შორის ემოციების ბალანსით შეუძლია. ახლა იმპერატრიცა სხვანაირი ვერ იქნება, თქვენ ხართ დედა. შეიძლება ხართ გათხოვილი ან გაშორებული და აქ უფრო მარტო ქალს ვხედავ მე, რომელსაც აქვს გულში სიყვარული, მაგრამ ამ გრძნობებს აკონტროლებს და უბრალოდ ძალიან ნერვიულობს. მართლა ძალიან რაღაც სანერვიულო აქ ამ ადამიანს ცვალებად ენერგიებში ამ სიყვარულთან დაკავშირებით და უნდა რომ აი ეს სანერვიულო რაც ამ ქალს აქვს, ხო, ემოციებთან მიმართებაში, ეს სანერვიულო შეიცვალოს რა, ანუ აღარ კონდეს დასრულდეს ეს ნერვიულობა, რაზეც ეს ადამიანი ნერვიულობს ახლა აქ. აქ სიყვარულზე ნერვიულობს ქალი. რომელსაც უნდა რომ შეიცვალოს მაგისი ცხოვრება და აი ბეცარი რო იტყვენ მინდობილი, მაგრამ აღარა და აღარ დატრიალდა ეს ბედის ბორბალი, რომ აი ეს სანერვიულო მენტალურ დონეზე მოშორდეს ამ ქალს, რომელიც ყველაფერში გათანაბრებული, აი მენტალურ დონეზე შეიძლება უკვე აი მართლა ღამეებიც აღარ გეწინოთ რა. რა ენერგიებში შედიხართ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. აქ საკუთარ თავთან ბრძოლაში იქნებით მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. აქ როგორც ასეთი მარტო იცი რა არის, რაღაცა გამოსავალს იპოვით თითქოს ამ ტკივილთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ფიქრებით თლიან სხეულში გდგენთ. აქ თითქოს იმ სანერვიულოს კლავთ მხოლოდ თქვენ, აი თითქოს იმას ამარცხებთ, რა ქვია, სანერვიულოს, რაზეც ახლა აქ არის საუბარი. და ტოვებთ უკან. აქ თუ მამაკაცს ეხება, ეს კაცი არჩევანზე დგება,
მოკლედ თქვენ სანერვიულოს ტოვებთ უკან, თითქოს გამოდიხართ ამ სიტუაციიდან და შემდეგ უკვე ამ ემოციებსაც, ხო, აი აქ თითქოს ყველა ამ ემოციას, რომელიც ძალიან გტკენდათ, რაღაცა ანებებთ თავს და თქვენ ახალ გზაზე მიდიხართ, ეს მამაკაც უკავშირდება, მაგრამ როგორი რაღაცა, იცი, მისი ემოცია თქვენ მიგაქვთ და ეს მამაკაცი რაღაც არჩევანს აკეთებს. ახლა ჩვენ მერე ვნახავთ სფეროების მიხედვით რა არჩევანს აკეთებს. მოდი გავხსნათ, აბა რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში. იცი როგორი რაღაცა არის? თქვენ შეიძლება რაღაცას ეუბნებოდით ამ ადამიანს, მაგრამ ეს არის არ გისმენდათ. ან ჩუმად იყო, რაღაცას ელოდებოდით ამ ადამიანს, რა ვთქვა, თითქოს ეს ადამიანი თქვენ გეგონათ, რომ უბრალოდ თქვენ გეგონათ, რომ ამ ადამიანს არ ესმოდა ეს ყველაფერი, ძალიან კარგად ესმოდა, უბრალოდ არ გაჩვენებდათ, რომ ესმოდათ. ბევრი ინერვიულად, ცოტა ინერვიულა ამ კაცმაც რაღაცა გადაწყვეტილებას იღებს და რაღაცა ახალი გადაწყვეტილებით მოდის თქვენთან აუცილებლად. ეს გულისხმობთ აქ. კი, ყველა ვარიანტში. მოკლედ, აქ თუ სიჩუმე იყო ურთიერთობაში, აქ მამაკაცი, რომელიც ჩუმად იყო, გამოდის კომუნიკაციაზე აუცილებლად. აქ თქვენ შეიძლება აჩვენებდით თავს, რომ თქვენ წახვედით და საერთოდ არ გაინტერესებთ ეს ადამიანი, მაგრამ რეალურად ეს იყო ტყუილი, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგადაც გაინტერესებთ და ამისი ქმედება, ამისი უცაბედი გამოჩენა და იმას იზავს, რა ქვია, გაგახარებთ, აქ შეხვედრა კი იქნება, ნამდვილად იქნება და მოიდეთ რა ვქნა. აქ მანძილის პრობლემა თუ იყო, ესეც გადაიჭრება. ამ სანერვიულოს ამ კაცის გამოჩენა მოგიხსნით. კი. აი, გაიხსნა კარტები, რო იტყვიან. ამ სანერვიულოს ამ კაცის გამოჩენა და მის მიერ ნათქვამი სიტყვები მოგიხსნით. რაღაცა გზა გინათდებათ სამომავლო საკითხებზე, რასაც ელოდებოდით ამ კაცის მხრიდან, რომ გაენათებინა. სამყაროსგან მოვლენა მომავალი 1 კვირის განმავლობაში. დამალვა, თვალთვალი, სტაგნაციური ემოციები, თავდება და მოდის სიყვარულით და ახალი შანსის მოთხოვნით, ახალი ეტაპის დაწყებით თქვენთან სამყაროსგან ცალსახად მოდის ადამიანი თქვენთან. ეს არის სამყაროსგან მოვლენა მომავალი 1 კვირის განმავლობაში, ვისაც ჰქონდა გაჩერებული სიტუაციები, ვინც შეიძლება ღმერთს თხოვდით, მაგრამ რაღაცა თვალთვალი, ეჭვიანობა და ასე შემდეგ თავდება, იმიტომ რომ აქ ეს ადამიანი კი თვალთვალებდათ კიდეც. ამ ადამიანისთვის ხართ ძვირფასი და აქ კომუნიკაციაზე არა მოდის ეს ადამიანი, რაღაცა ახალი გადაწყვეტილებით თქვენზე არჩევანის გაკეთება ხდება. ამ ადამიანმა თუ გაუგებრობა იყო თქვენს ურთიერთობაში, ვერაფერს ვერ ხედავდით, აი, სად მიდიოდა ეს ურთიერთობა, სად არ მიდიოდა, ამაზე ძალიან ბევრი იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. და გამოვიდა ამ სიტუაციიდან, კი ბატონო.
თქვენ იცის რომ ძალიან ნერვიულობდით და დამთავრდა ბავშვების საკითხი თუ იყო პრობლემა, აქ ეს საკითხი გვარდება. ეს იცოდეთ. ამ საკითხის მოგვარებით მოდის ეს ადამიანი. თუ იყო ასევე პრობლემა ის, რომ მანძილი იყო თქვენ შორის ურთიერთობაში და ეზქმნიდა ურთიერთობის პრობლემას, ეს საკითხი წყდება. ამ კაცის სიტყვა, ქმედება, გადაწყვეტილება, რასაც მოიმოქმედებს, ამას გამოყავხართ იმ სიტუაციიდან, რომელიც ღამეები შეიძლება არ გაძინებდათ. საბუთობრივი საკითხები, დოკუმენტები, როგორ გადაწყდება მომავალი 1 კვირის განმავლობაში, აქ როგორი რაღაცა არის. აქ ცოტა გაიწელება კიდე სიტუაცია, ნახე, საბუთებთან დაკავშირებით. აქ რაღაცა როგორი რაღაც იქნება, გადამოწმება მოხდება კიდე რაღაცა დეტალების თქვენ საბუთობრივ დოკუმენტაციებთან დაკავშირებით და შემდეგ რა იქნება, გადამოწმება მოხდება და დაზუსტება რაღაცების და შემდეგ რა იქნება. ცოტა გაიწელება ეგ საკითხი, იმიტომ რომ აქ ცოტა ის არის, რა ქვია, დროზე გინდა დამთავრდეს, რა თქმა უნდა, თქვენ და ეს ემოციები წარსული გადაყაროთ რა, რომ იტყვიან, მაგრამ აქ ცოტა გაიწელება სიტუაცია, აქ რაღაცა ყველაფრის დაზუსტებას დაჭირდებათ, რომ ამაზე ცოტა ინერვიულებთ. მაგრამ არ ინერვიულოთ, გაიწელება თქვენი საბუთობრივი საკითხები. გაიწელება ჩემო კაცებო, მე ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით. რაღაცა როგორი რაღაც იქნება, იცი? გადამოწმება, დაზუსტება დაჭირდება კიდე დოკუმენტებს. სამსახურში რა გელოდებათ? სამსახურში ზღაპრული სიტუაცია გელოდებათ, თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით იქნება იდეალური ფინანსური შემოსავალი, სადაც თქვენი, ასე ვთქვათ, სისუფთავით თქვენი ინტუიციით შემიძლია ვთქვა, შეიძლება როგორც ასე, ანუ როგორი რაღაცა იცი, პრობლემა თუ გქონდათ და რაღაცაზე ფიქრობდით, რომ აი დიდი ხანია სადღაცა მუშაობთ და აი მე რა მელოდება, ჩემთვის რა იქნება, ჩემი შრომა, ქმედება, ცოდნა, გამოცდილება, ეს ყველაფერი დაფასდება აუცილებლად. რჩევა არის ის, ჩემო კარგებო, რომ იყავით მენტალურ დონეზე ბალანსში და აი დაუფიქრებლად და გაუაზრებლად არანაირი ნაბიჯი არ გადადგათ სამსახურეობრივ საკითხებთან მიმართებაში. ფინანსებში ახალი შემოსავლები, ახალი წყაროებიდან გელოდებათ, ვინც ქურუმები ხართ, აუცილებლად გექნებათ წინსვლა, თუ იყო შეჩერება, აქ თქვენ გამოჩნდებით და ფინანსებში იდეალური სიტუაცია, თქვენი აღიარება, ანუ ფინანსებში იქნება რაღაცა დიდი თანხა, როგორც ასეთ, შეიძლება მოულოდნელი თანხა, ან შეიძლება რაღაცას აღარ ელოდებოდით, ვიღაცამ შეიძლება ვალი დაგიბრუნოთ, ეს ადამიანი გამოჩნდეს, არ არის გამორიცხული. ყველა შემთხვევაში აქ ფინანსები არის სუფთა და ყველა შემთხვევაში ფინანსურ არხში იქნებით ზეკმაყოფილი, იმიტომ რომ რაღაცა ახალი წყაროებიდან სიუხვით შემოვა ფინანსური შემოსავლები. მე კი გემშვიდობებით, პოზიტიური ენერგიებით გისურვებთ ულევბედნიერებას და მზეს თქვენ სულში, ძვირფასო ადამიანებო, გიგზავნით სიყვარულს და დაგიბრუნდებით სულ მალე.